მომავალში ჩადებული ნაღმი და როკის გვირაბის ანალოგი უკრაინისათვის ყირიმის ნახევარკუნძულსა და კრასნოდარის ოლქს ახალი 5 კილომეტრიანი ხიდი დააკავშირებს. რუსეთს უკრაინის ყველაზე ფეთქებად საშიშ რეგიონთან პირდაპირ სახმელეთო მიმოსვლის დამყარება $2 მილიარდი დაუჯდება. რუსი პოლიტიკოსები უკვე ღიად ამბობენ, რომ ხიდს სამოქალაქოსთან ერთად სამხედრო დანიშნულებაც ექნება და საჭიროების შემთხვევაში მასზე ტანკები და ცოცხალი ძალაც გაივლის. რა საერთო აქვს რუსულ ხიდს როკის გვირაბთან და როგორია ანექსიის ახალი მოდელი 21 საუკუნეში? ნოდარ მელაძე გიამბობთ. როკის გვირაბის თანამედროვე ანალოგი კიევისათვის ყირიმი რუსეთს დანარჩენი უკრაინის გვერდის სავლით პირდაპირ ახალი ხიდით დაუკავშირდება. გზა, რომლითაც უკრაინის ყველაზე ფეთქებად საშიში რეგიონი რუსეთს მიორთდება, მზად 3 წლის შემდეგ იქნება და $2 მილიარდი დაჯდება. ამ ხიდის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს არსებობდა, თუმცა მაშინ პროექტი დაებლოკა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ თაროზე შემონდებული იდეა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა გააცოცხლა და მის განხორციელებაზე ფარული მოლაპარაკებები დაიწყო. Я только что встречался в Киеве. მე კიევში შევხვდი უკრაინის ხელისუფლების ვიცე-პრემიერს, რომელიც მზად არის ჩამოვიდეს რუსეთში ივლისის ბოლოს და ხიდის მშენებლობის დეტალები განიხილოს. ეს ხიდი ხელს შეუწყობს ჩვენ შორის კავშირების გაღრმავებას. მე არ დავმალავ, რომ ხიდს პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. სწორედ ამიტომ დაბლოკა მისი მშენებლობა წლების წინ იუშენკომ. მას შეეშინდა, რომ ხიდს რუსეთი ყირიმში საკუთარი ინტერესების გატარებისთვის გამოიყენებდა. Но в принципе развитие дорожной сети რუსეთის სახელისუფლებო გუნდი დღეს კამერის წინ ხიდის სამხედრო დანიშნულებაზე არ საუბრობს. ის, რასაც მმართველი პარტია მალავს, ხელისუფლებასთან დაახლოებული ოპოზიცია ახმაურებს. დეპუტატი აბელცევი დღეს ღიად ამბობს, რომ ახალი გზა რუსეთს საშუალებას მისცემს ნებისმიერ დროს ყირიმში სამხედრო ტექნიკა შეიყვანოს და ამისთვის უკრაინის დანარჩენი ტერიტორია არც კი გამოიყენოს. Ракеты имеют тактическое значение. ხიდს აქვს ტაქტიკური, სტრატეგიული და სამხედრო დანიშნულება. ეს ხიდი პირველ რიგში არის სამხედრო დანიშნულების და შემდეგ უკვე სამოქალაქო. სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ამ ხიდს ჩვენ გამოვიყენებთ სამხედრო ტვირთების, სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის ტრანსპორტირებისათვის. თუ მშვიდობის დროს ხიდი იქნება ხალხისთვის, ომის დროს ის იქნება ჯარისკაცებისთვის. ეს ხიდი დაახლოებით იგივე მნიშვნელობისაა, როგორც როკის გვირაბი. ომის დროს რომ არ ყოფილიყო ეს გვირაბი ჩვენ ჯარებს გაუჭირდებოდა გადაადგილება. ახალი რუსული ხიდი 4500 მეტრის სიგრძის იქნება. ქერჩის ყურეზე გაივლის და ის ყირიმის ავტონომიას რუსულ კოსაჩუსკასთან დააკავშირებს. ხიდი უკრაინაში ახალი ეჭვების გაჩენის საფუძველი გახდა. დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს იქნება გზა ყირიმის ანექსიისთვის. ამ ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ყირიმი იქნება დე-იურე უკრაინა, დე-ფაქტო კი რუსეთი. ნელ-ნელა მოსკოვი გადააქცევს ყირიმს რუსეთის ნაწილად. გაიზრდება რუსული დიასპორის გავლენები და ეკონომიკური, კულტურული და ლინგვისტური დამოკიდებულება რუსეთზე. ასე რომ სანამ ხელისუფლებაში იქნება იანუკოვიჩი, ასეთი სიტუაცია დარჩება. მაგრამ თუ ხელისუფლებაში პროდასავლური ძალები მოვლენ, მაშინ რუსეთი ახალ ხიდს და ყირიმთან დამყარებულ პირდაპირ სახმელეთო კავშირს გამოიყენებს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის და ფაქტობრივი მიერთებისთვის. ახალი რუსულ-უკრაინული გარიგება, რომელიც დღეს გახმაურდა, ოპოზიციისათვის ხელისუფლების კრიტიკის ახალი საბაბი გახდა. ტიმოშენკოსა და იუშენკოს გუნდის წევრები ამბობენ, რომ იანუკოვიჩის ყოველი ნაბიჯი უკრაინისათვის თითო ჩადებული ნაღმია, რომელიც ნებისმიერ წუთს აფეთქდება. მე ვარ მომხრე, რომ ეს ხიდი გახდეს მხოლოდ ეკონომიკის მთავარი კვაკუთხედი, მაგრამ არ გვინდა მარტო რუსეთი. ჩვენ გვინდა ჩვენს ქვეყანაში ვიხილოთ ევროპაც. ის რაც ახლა ხდება უკრაინაში, ეს არის რუსული მონოპოლიზაცია. ახლა საჭიროა გაძლიერდეს საზოგადოებრივი კონტროლი ხელისუფლებაზე და ყურადღებით დავაკვირდეთ, რაც გააკეთებს იანუკოვიჩი. როდესაც მოსკოვსა და კიევში ახალ ხიდზე და ამ ხიდის მშენებლობით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობენ, ყველა ცხინვალის რეგიონი და როკის გვირაბი ახსენდება. 80-იან წლებში, როდესაც ქართულ ავტონომიასა და რუსეთს შორის პირდაპირ სახმელეთო მიმოსვლა დამყარდა, რეგიონში სეპარატიზმის გაღვივება დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში ამ რეგიონის ოკუპაციით დასრულდა.